ჩვენ ამ გაკვეთილში ვისაუბრებთ bool ტიპზე, რომელიც გამოიყენება ლოგიკური მნიშვნელობებისთვის. ამ ტიპის ცვლადმა შეიძლება მიიღოს მნიშვნელობა true ან false, ანუ ჭეშმარიტი ან მცდარი. ჩვენ მთავარია გვესმოდეს თუ როგორ ხდება აი ამ true-ს და false-ის აღქმა ამ ენაში. ესე იგი, ყველა ნულისგან განსხვავებული მნიშვნელობა, რიცხვითი მნიშვნელობა აღიქმება როგორც true, ანუ ჭეშმარიტი, ხოლო ნული აღიქმება როგორც false, ანუ მცდარი. მოდი ახლა გავაკეთოთ პატარა სადემონსტრაციო მაგალითი და შევქმნათ ფაილი, რომელსაც დავარქმევთ bools. შევქმნათ ახლა რაიმე ცვლადი, მაგალითად b და ამ b-ს ჯერ მივანიჭოთ true. და შემდეგ დავწეროთ if-ი. if b მაშინ დავბეჭდოთ cout სრულდება. ამის შემდეგ b-ს მივანიჭოთ false და კვლავ დავწეროთ if b cout არ სრულდება. ახლა მოდი გავუშვათ ეს ჩვენი პროგრამა და ვნახოთ როგორ იმუშავებს. და მართლაც დაგვიბეჭდა მხოლოდ ერთი სტრიქონი სრულდება და ეს ალბათ გასაგებია, რადგან აი ამ b-მ თავიდან მიიღო მნიშვნელობა true, ანუ ჭეშმარიტი, შესაბამისად აი ეს if-ით შესრულდა, შემდეგ b-ის მნიშვნელობა შევცვალეთ და ეს გახდა false, ანუ მცდარი და ამ if-მა აღარ იმუშავა. მოდი ახლა აი ამათ ნაცვლად ჩვენ ჩავწეროთ რიცხვები, როგორც უკვე გითხარით, ყველა ნულისგან განსხვავებული მნიშვნელობა აღიქმება როგორც true, ამიტომ თუ კი ჩვენ ნაკ ჩავწერთ რაღაც 256 მაგალითად და აქ ჩავწერთ 0-ს, შედეგი იქნება იგივე. აი როგორც ხედავთ, იგივეა. აქ შეგვიძლია ჩვენ სხვა რიცხვით ჩავწეროთ, ანუ 0-ისგან განსხვავებული და ეს მაინც ჩაითვლება როგორც true. თუ კი ახლა აი აქაც დავუშვათ ჩავწერთ 0-ს, მაშინ აღარც ეს ზედა if-ი აღარ შესრულდება და ჩვენი პროგრამა არაფერსაც არ დაბეჭდავს. აი როგორც ხედავთ, შესრულდა პროგრამა და უკვე არაფერი აღარ დაბეჭდა, რადგან აქაც ჩვენ 0 მივანიჭეთ და ანუ ეს ჩაითვალა, რომ b არის false.